ინფორმაციულად რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის და მე როგორც ვიცი რეაქცია ხელისუფლებიდან ამ წელს მოხსენებაზე ნულის ტოლია ბილად ვთქვათ, აი ფაქტიურად მაქსიმალური იგნორირება ხდება თქვენი აი ამ მოხსენებისა. რატო ხდება ეს? გიპასუხებ. პირველი პარლამენტი აპირებს განხილვას 12 დეკემბერს სავარაუდოდ თუ რამე არ შეიცვალა, განხილვა იქნება ადმინისტრაციული კომიტეტში, შემდეგ სავარაუდოდ ალბათ პლენარული სესიას მოისმენს. თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ საზოგადოებას არ წარუდგინოთ, მით უმეტეს პარლამენტში ვერ ხერხდება ვერც ყველაფრის თქმა, იქ მართლა უფრო შეფასებითი ნაწილი, ანუ პოლიტიკური ნაწილი გამოდის. ყველა ფაქტი ვერ ჩამოთვლი, აი ამ სფეროში დარღვევაა, ვითხოვთ რეაგირებას, ხოლო როცა ნელ-ნელა ხდება განხილვა თემების მიხედვით, იქ ხადია უფრო მეტი აქცენტი კეთდება ფაქტებზე და თანაც ვცდილობთ ვაჩვენოთ დინამიკა როგორია დაუწყებული 2004 წლიდან, რაც მე სახალხო დამცველი ვარ, რა ხდება თითოეულ სფეროში, მაგალითად მომდევნო თემა იქნება საკუთრების დაცვის სფერო, წინა იყო წამება, პოლიციის მიერ ძალის გადამეტება, მკვლელობები ქუჩაში, ადამიანების გაუჩინარების ფაქტები და მის წინ იყო პირველი იყო სიტყვის თავისუფლება, შემდეგ იყო პოლიტიკური დევნა და ასე გაგრძელდება ალბათ ეს თემები. ამიტომ გადავწყვეტ, რომ ეს ვაჩვენოთ საზოგადოებას, ანგარიშვალდებული ვარ საზოგადოების წინაშე. რაც შეეხება რეაგირებას, რეაგირება როგორც წესი პარლამენტის მხრიდან არის, რომ მოისმინა და მიიღოს ცნობად. რადგან გონიათ, რომ ამით აი რაღაცას მაკლებენ, ყოველთვის რაღაცა ესე ადამიანის უმრავლესობის ლიდერმა პარლამენტის რამოსმენის დროს პატონმა პატრიცხის კარიშვილმა რაღაცა ნიშნის მოგებით თქვა, რომ ჩვენ ასე მივიღებთო. ეს არის არა სახალხო დამცველის მიერ ნიშნის მოსაგება, არამედ საკუთარ თავს უნდა მოუგოს ამ შემთხვევაში, რომ ანუ პრაქტიკულად ადამიანი ამბობს, უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ მე არ მაინტერესებს ადამიანის უფლებები, იმიტომ რომ იმ ფაქტებს გვერდ ვერავინ ვერ აულის, იმ ფაქტებზე ვერავინ ვერ ითქვას, ეს არ მომხდარა, და როცა ამაზე რეაგირება არ ხდება, ეს არის სახელმწიფოს პოლიტიკის გამომხატველი და სწორედ აქედან მივიქცეთ ეს დღესაც ბრიუსელში, სადაც გითხეს, რომ გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები, გააძლიეროს დემოკრატიული რეფორმები და ეკავით ადამიანის უფლებები. ასე რომ ამით დარტყმას ვაყენებთ ჩვენს ქვეყანას, როცა არსება რეაგირება და ეს არის ძალიან სამწუხარო. ეხლა რაც შეეხება მოჰყვება თუ არა შედეგები, მე ძალიან კარგად ვიცნობ სოფლის ყველა ომბუდსმენის მუშაობას. შემიძლია თქვა, რომ ერთ-ერთი ეფექტიანი ინსტიტუცია, ჩვენი ინსტიტუცია, თვითონ შედეგების თვალსაზრისით. როცა საქმე ეხება არა ისეთ თემას, არა როცა საქმე არ ეხება თემებს, სადაც ხელისუფლების პოლიტიკური ნება არ არის გამოხატული, მაგრამ შავად საქმეზე წინასწარმეტში რომ არ მოხდება შედეგი, იმიტომ რომ მოკლეს, აწამეს და ეს არ იქნება გამოძიებული, იმიტომ რომ არ არსებობს ამის პოლიტიკური ნება. ისევე როგორც ეხვაია საქმე, იმი ეხვაია, რომელიც აწამეს ზუგდიდში, მიმდინარე წლის იანვარში, მაშინვე ვიცოდი, რომ ეს არ იქნებოდა გამოძიებული, იმიტომ რომ წამებლები იყვნენ ცნობილი ერთ-ერთი ცნობილი მწარმოებელი მეგის ქარდავა, რომელიც ხომეში საყურებელის ხელმძღვანელია და მაშინ დიპლომში არ უწერია, მაგრამ საქმიანობით ეგეთია. მეშინე საყურებელის ხელმძღვანელი იყო და მაშინ ცნობილი მწარმოებელი იყო, მრავალჯერ განცხადებია ამის შესახებ პარლამენტის ხმებზე, საჯარო პრესკონფერენციებზე მრავალჯერ განცხადებია და უხსენებია ამ ადამიანის გვარი ქალბატონ ელენე თევდორაძეს დააწინაურეს, გახდა საჩილავსულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მივაღწევთ თითქოს იმას, რომ იქიდან გათავისუფლებული იყო, გახდა სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე. და მეორე ადამიანი, ვინც მის წამებაში მონაწილეობდა, იყო თავად სამხარეო პოლიციის უფროსი ბატონი გუნაო. ის ეს ადამიანები არ დაიჭირებენ, თუმცა ის რომ ეს ფაქტები არის ჩვენს მიერ გამოძიებული, ნიშნავს, რომ ადამიანები აუცილებლად აგებენ პასუხს, დადგება დრო და აგებენ. ამას ვერ გაიქცევიან. ასე რომ ეს მაინც არის მნიშვნელოვანი. ანუ შეგვიძლია გავუყოთ ორ ნაწილად საქმეები, რომელსაც ჩვენ ვსწავლობთ, საქმეები, რომლებზეც რეაგირება ხდება, იმიტომ რომ ის არ არის პოლიტიკური ტიპის საკითხები და საკითხებზე, რომელზეც რეაგირება არ ხდება, იმიტომ რომ ნუ თქვათ, ხო აი საქმეზე გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ არ უნდა დაისაჯოს არავინ და მორჩა. საშინელება რა ხდება? თუმცა დროთა განმავლობაში იცვლება, თქვათ, რაღაცას იმას რომ იცვლება პოლიტიკა, თქვათ, დღეს რო აღარ ანგრევენ ის აქტიურად სხვის საკუთრებას. ეს თქვათ, აი ამ ძოლის შედეგია. ეს არის ნაცნობი საკუთრების უფლება დღეს ხელყოფა არ ხდება. იგივე აი ახლა შეიძლება ხდება ამ დღეებში კიბერხალვაშის კომპანიების საკუთრება, მასთან უსულად უკანონმდებლობის განხორციელება, მაგრამ ნუ თქვათ ესე მახსოვრად ყველა ჯიხურის და ყველა გალაჯის ნგრევა რო აღარ ხდება, ამაში
ჩვენი წილი და ჩვენი მერატეხილი ხმაურის დამსახურებაც არის. რადგან ამ თემაში ეხეთ აი ამ ეგრეთ წოდებულ საკუთრების საინტერესო დეტალი მინდა გითხრათ. და უცნაურ სახელმწიფოს ცხოვრობს თუ არ ჩავშვის რომ ავტოკრატულ და რაღაც ჰიბრიდულ იდიოტობაში. აი გახსოვთ ალბათ სახელმწიფოს უჭირდა 90-იან წლებში პირობითად გეოვნებით. როდესაც მას არ ჰქონდა საშუალება რომ რაღაცა სეგმენტი ჩვენი ეკონომიკისა მიეხედა, იჯარის გასცემდა. როდესაც გადასულია ქონება და იჯარის ამღებები სულ გადაიარაღებას აკეთებენ. სულ მოდერნიზაციას უკეთებენ ამ საწარმოს და ეს საწარმო გაიმართება და მუშაობს. ეს ძალიან კარგი არის. სახელმწიფოს იგებს სამინისტროს შეძლის დივიდენდებით რაღაც მოგება და რა პროდუქციას უშვებს. აი ეს მე თქვენ მითხრათ აგიცხოთ შეგიძლია არ არის აი საუცნაური მექანიზმი ამ დღეებში თუ შემთხვევით მე ნახე ინტერნეტში გამოკვირვი რომ ორთაჭალგესი იყიდება 16 მილიონად. ეს აბსურდულად დიდი ციფრი არის. როდესაც ეს მე მახსოვს ეს 10 წლის წინ გავაკეთე გადაცემა ამ გესლებს და იქიდან მახსოვს რომ სრული მოდერნიზაცია ჩაუტარდა. მე როგორც გავიგე ეს ვისაც ჰქონდა ეს საწარმო იჯარით აღებული თვითონ აპირებენ განცხადების შეტანას და აპირება მათ არაძლევენ და ვიღაცას აძლევენ ემითი ლიზინგით ანუ 2019 წელს უნდა დაფაროს ეს კორუფცია არ არის ეს რაკონომე მიდგომა არა თვით ქონებას დიდი ფაქტიურად სერიალა ის იყო კაშხალი მეტი არაფერი ის კაშხალი სასარემონტებელი იყო ადამიანება კაპიტალ დაბანდება გააკეთეს იქ გამოიმუშავეს ელექტროენერგია ყიდიან ამ სახით კიდე კაპიტალ დაბანდებას აკეთეს კიდე რამდენიმე წელი შეგვიძლია გავიხსენოთ გერმანიის მაგალითი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სადაც ერთ მარკად გაყიდეს სერიოზული უდიდესი საწარმოები იმ პირობით რომ ჩადებულიყო მასში თანხამომხდარიყო ინვესტირება და აშენებულიყო ხალხი დასაქმებულიყო და ბიუჯეტში ფული შესულიყო და ასე გახდა გერმანია ძლიერი სახელმწიფო. ეს თორემ გაუცვლელი რო არის ჩვენთან კერძო საკუთრება, ასეთი გაუცვლელი რო არის ინვესტიცია, იმიტომ არის რომ ეს პრობლემები სამწუხაროდ ალბათ სულ უფრო და უფრო მეტად გაღრმავდება, რომლებიც ჩვენს ეკონომიკას აქვს. აი და ბატონო სოლარი ხო ბატონი კახაკუქავა გახდა და ჩვენთან სტუმრად და იგი ბრძანებს რომ აი ნატოში შესაძლებლად ბიჭებმა იქიდან გვირჩიეს რომ აი კონკრეტულად დემოკრატიზაციის მაგალითები ბიჭვენეთ რომ კონკრეტულად რას მიაღწევს საბალანსო რეფორმაში ამ საკავერას ეძახიან საარჩევნო კოდექსის გაკეთებშობილებაში და მე ვიფიქრებ რომ მე ისე სტატისტიკებმა რჩება რომ დეკორატიული იქნება ყველაფერი სისტემა იგივე დარჩება და ისე ვიძიების რაღაც ცნობები შესაძლებელია რა თქმა უნდა მაგალითად შესაძლებელია რომ საარჩევნო კანონმდებლობა გაუმჯობესდეს იმიტომ რომ ამის ნახვა ძალიან მარტივად შეიძლება. კანონმდებლობის გაუმჯობესება ჯერ ყველაფერი არ არის ეს რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია პრობლემას რჩება მაინც თავის სამყაროებაში შემჩნეული ხალხი. მაგრამ კანონმდებლობა დახვეწადია. სიტყვის თავისუფლება რო იყოს ეს შესაძლებელია და ბოლო-ბოლო ამის ერთი მარტივი ტესტი არსებობს დაუბრუნდეს თავისუფლებას იმედი და გავიგოთ ვინ არიან ის პირები ვინც ფლობენ რუსთავის მზეთს რაღაც ოფშორული კომპანიები მაგრამ სასამართლო რა თქმა უნდა ღრმად ვარ დარწმუნებული რომ აქ არაფერი არ შეიძლება შეიძლება ფორმები შინაარსი დარჩება იგივე ფორმა იქნება ხან დაფიცი მსაჯული ხან რაღაც სხვა მაგრამ შინაარსი იქნება ერთი და იგივე იმიტომ რომ აი მართლა გამორიცხულია რომ არსებობდა ეს პოლიტიკური ნება სასამართლოს გათავისუფლების ეს არის შეუძლებელი იმიტომ რომ სასამართლოს თავისუფლება ეს რეალურად ნიშნავს დემოკრატიას და რეალური დემოკრატია ნიშნავს რომ ყველა ვისაც კი ჩაუდენია დანაშაული ამ წლების განმავლობაში ვისაც დაურღვევა ადამიანის უფლებები აგებს პასუხს ამაზე სამსვლელი მე ცოტა მეგულება ხელისუფლებაში ასე რადგან თქვენ კაცები მე მინდა გავაგრძელო მაშინ თქვენ ბრძანეთ ახლა და მინდა შეგეკავოთ რომ აი ციფრის თავისუფლება შეიძლება რაღაც დაიდროს დეკორატიული დაძვრა იქნება და მეტი არაფერი მე მინდა ერთი ფაქტი